მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, მოგესალმებით. ნახოთ რა ამოვიდა დღეს. ყავის ჭიქაში. გადავხედოთ ყველაფერს. მე ხედავ, რომ მიხვდი, რომ რაც ყალბია. დრო ამას ხელი გაუშვა უკვე. ამას ძალიან კარგად ხვდებით. და მნიშვნელობა არ აქვს თქვენთვის უკვე ეს რა იქნება, ხელს უშვებთ ყალბ. ურთიერთობებს, ყალბ ხალხს. მეგობრობა იქნება, თუ ნაცნობობა, თუ სასიყვარულო ურთიერთობა, ყალბი ხალხი აღარ მჭირდება, ვამბობთ. ესეთი მეგობრებიც აღარ მჭირდებათ, ვისაც სხვებთან მიქონდათ თქვენი ამბები. სხვებთან მიქონდათ ამბები, ყალბი ხალხი. აცნობიერებთ უკვე ამას, რომ გვერდით მხოლოდ ნამდვილი ერთგული ადამიანის ადგილია. რატომღაც სამსახურში გამუდმებით სტრესში ხართ? თითქოს ზეწოლის ქვეშ ხართ სამსახურში. უფრო დიდი სტრესია მოსაოდნელი სამსახურში მეგობრებო ფრთხილად იყავით, ვინც მუშაობთ. არასაკუთარ ბიზნესში და დამკვეთებთან, მაგალითად და ასე შემდეგ. ცოტა რთული ჭიქა გვაქვს. აქ რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემა შეიძლება იყოს და აუცილებლად მიხედეთ, აუცილებლად კონსულტაცია საჭირო ექიმის. პირველ რიგში თქვენ დამშვიდეთ და დაიწყოთ მკურნალობა. ადამიანი ამოდის მეგობრებო, რომელიც საერთოდ არ გიფრთხილდებათ, გულს გტკენთ ეს ადამიანი, ხშირად გულს გტკენთ. დაილაპარაკეთ მას, დაუთხარით, რომ შემე გულს მტკენ, უნდა იცოდეს, თითქოს ვერ ხდება, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ სხვანაირად მოიქცეს, უფრო ადეკვატური გახდეს, უფრო ყურადღებიანი გახდეს, თქვენი საყვარელი ადამიანია. შეიძლება იყოს ასევე შვილიც. კიდევ მეგობრებო ხედავ გახსენდებით ისეთ ხალხს, ნაცნობები მეგობრები, შესაძლოა ყალბი მეგობრები, რომლებსაც მხოლოდ მაშინ ახსენდებით, როცა დახმარება სჭირდებათ. თქვენ ამას უკვე ხვდებით. აღარ გიღით ამ ყველაფერზე დროის და ენერგიის ხარჯვა. ძალიან პატარა დოზით გაქვთ, პატარა დოზით ვიმეორებ. ნამდვილი, წრფელი და ლამაზი კავშირები, ლამაზი ურთიერთობა ძალიან პატარა დოზით გაქვთ. არავის არ ენდობით, იხურებით. კედლებს იშენებთ გარშემო. სადღაც შესაძლოა, სადღაც სწორიც არის, იცით. ჯობია არავისთან, ვიდრე ისეთებთან, ვინც არ გაფასებს და არ გიფრთხილდება. სადღაც მართლებიც ხართ. ორი ახალი გზა გაქვთ ძვირფასებო. ვიტყოდი სამი, მაგრამ ერთი წყდება, რაღაცა გადაიფიქრეთ. ორი ახალი გზა გაქვთ საქმე ჩანაფიქრთან დაკავშირებით, რომელიც იწელებოდა, არ გამოდიოდა, გამოვა ეს საქმე, ჩაერევა ადამიანი და ეს საქმე გამოვა რაღაც მასშტაბურთან დაკავშირებით, დიდ ნივთთან ან ქაღალდებთან დაკავშირებით ეს საქმე გამოვა. ეგ ერთი, მეორე მეგობრებო. არ იცით როგორ შეძლებთ რომ გაიაროთ ეს გზა, მეორე ხო, ცოტა რთული გზა გეჩვენებათ. შეიძლება ვერ შევძლებ ამბობთ, მაგრამ აუცილებლად უნდა გაიაროთ. ამ გზასაკ ასრულება ხუთიანის, აი აქ დაინახავთ, ასე რომ ასრულებადი პროცესებია ამ გზასთან მიმართებაში და აუცილებლად უნდა გაიაროთ ეს გზა, დამოტივირდეთ და მე ვფიქრობ, რომ დახმარება მოდის თქვენთან და ამ გზას გაივლით. დახმარებას გულისხმობ ყოველთვის უზანაესი ძალების მხრიდან, მფარველების მხრიდან, მეგობრებო.
აუცილებლად გამოვიწეროთ არხი, მეგობრებო, რომ დავბალანსირდეთ, ენერგიების ბალანსირება მჭირდება აუცილებლად. დამიწერეთ კომენტარები, მე კომენტარებს ვკითხულობ, რამდენად რეზონირდება თქვენზე პროცესები გაშლების და ასე შემდეგ. მე ვანკაროთ არ მუშაობ ძვირფასებო, თქვენი ხდით. არა მე ტაროს პროგნოზებში და კონსულტაციებში თქვენ იხდით ჩემს დროში. ამიტომ ჩემო კარგო, გამოვიწერეთ არხი მოტივაციისთვის, სტიმულისთვის, რომ უფრო ბევრი ვიდეო გამოუშვა. წარმატებები ყველას, მე ვარ ხართ.